ხმაური იყო დღეს ქუთაისში მუხრანის ტყეპარკის ტერიტორიაზე მდებარე რესტორან მუხრანთან ეგრეთ წოდებული წერეთლის აგარაკების მცხოვრებლებს ღორები დაეხოცათ, რაშიც ისინი რესტორნის დირექციას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით ღორებმა დაავადებული ცხენის ძვლები ჭამეს, რომლებიც რესტორნის თანამშრომლებმა ტყეში დაყარეს. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას რესტორნისგან ითხოვენ, შესაბამის ორგანოებს კი მიმართავენ, გაარკვიონ, სად წაიღეს დაავადებული ცხენის ხორცი. გამექცენ ერთი გაქცევა. იყოს უდაცეცხლენებული ეგოჭები. გევხედე გახდა დაავად. ახლა დაუწყე უცებ კურნალობა, ნერსები. მოვიდა ექიმი და ნახა და ეგი რესტორანში ხვარდადისო და ხვარდადიოდაო იქითო და კი მეთქი მეოთხარი. აბა მაგი მოწამლულიაო, ცხენი ვიყავიო, გამომიძახენო მაგანაო და ცხენი ნახო, გაკტარი იყო იცხენიო. მე ცხენია, მყავდა აქანა, უნაგირის აგერა მაქვს, ცხენზე ვყატაობდით, მუშაობდი, მაგრამ ცხენი აუა, გამიხდა, მე ცხენი აქანა არც გამამიგდია, არც წავიყვანე, ესე და გადავაგდე რა. სად გადაავა? სად გადავაგდე, სანაგაოზე გადავაგდე, წავიყვანე ჩემი მანქანით.